ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გამართა. კონფერენციაზე საზოგადოებაში ფინანსური განათლების დაბალი დონით გამოწვეულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის საკითხებზე ემშელეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, კვლევები ფინანსური განათლების დონესა და მოსახლეობის ვალის ტვირთ შორის პირდაპირ კავშირს ადასტურებს. კონფერენციაში კომერციული ბანკები, საბანკო ასოციაციები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. Ბანკში კრედიტის ასაღებად მისული ავთოცეცხლაძე ხელშეკრულების პირობებს ეცნობა. Ამბობს, რომ საკუთარი საწარმოს განვითარებისთვის ესხის აღება რამდენჯერმე მოუწია. კრედიტ ოფიცერი თავიდან ბოლომდე გვიხსნის თუ რა შემოთავაზება აქვს ბანკს და თუ რა ვალდებულებებს ვიღებ, შემდეგ მე ჩვენი მხრიდან თავიდან ბოლომდე წაკითხული გვაქვს ბოლომდე მაქსიმალურად ამ ბანკებში არაერთი სესხი მქონია და ასე თუ ისე ვიცნობთ ამ სფეროს. როგორია მომხმარებლების ფინანსური განათლების დონე და რამდენად აცნობიერებენ აღებულ პასუხისმგებლობას ბანკების კლიენტები. ეს საკითხები ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ კომერციულ ბანკებთან და ექსპერტებთან ერთად სპეციალურ კონფერენციაზე განიხილა. გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ ფინანსური განათლების დონესა და მოსახლეობის მიერ აღებულ ვალდებულებებს შორის პირდაპირი კავშირია. მიუღებელია და დაუშვებელია, როდესაც ადამიანს აქვს ყოველთვიური შემოსავალი პირობითად 900 ლარი და ამ 900 ლარიდან 200 ლარს ყოველთვიურად იხდის ძვირადღირებული ტელეფონის განმავლობაში. ვართ იმ რეალობის წინაშე, როდესაც 10,000-ობით ჩვენი მოქალაქე, განსაკუთრებით ახალგაზრდები, დგანან გადაუხდელი კრედიტების და ნეგატიური საკრედიტო ისტორიის ფონზე. თავად მომხმარებელი კი მიიჩნევს, რომ მათ ინფორმირებულობაზე საბანკო სექტორმა უნდა იზრუნოს. უმრავლესობა ხშირად საბანკო პროდუქტებს მხოლოდ კრედიტ ოფიცრებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ყიდულობს. კონტრაქტს არ ორმაოდები და რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ ძალიანად გამოსდები თვითონ. ყოველთვის რაღაცნაირად ვჩქარობ რა, გავრბივარ რაღაცა და შევდივარ თვითონ მე საუბრება და თან ვიცი რა, რაც უნდა გავაკეთო, რომ მივდივარ იქ, აზევა რომ გაიქნება, მაგრამ თვითონ მაინც მასნობს. კომერციულ ბანკებში ირწმუნებიან, რომ მომხმარებელს მაქსიმალურ ინფორმაციას აწვდიან, თუმცა არც იმას უარყოფენ, რომ დეტალური განმარტებებისთვის დრო არ რჩებათ. ბანკმა ნათლად უნდა აუხსნას მომხმარებელს თუ რას აწერს ის ხელს. თუმცა ზოგჯერ პროდუქტების განვადებებისას ეს ყველაფერი სწრაფად ხდება და დრო აღარაა, რომ კრედიტ ოფიცერმა კლიენტს დეტალურად განუმარტოს ხელშეკრულების პირობები. დღეისათვის 300,000-მდე მომხმარებელი ყავს და ამ საიტზე TBC ბიზნესში ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება აიმაღლოს ფინანსური განათლება ძალიან სახალისო ფორმით. ისეთნაირად რომ არ იყოს მოსაწყენი. 2011 წლიდან დღემდე საფუძვლიანი პრეტენზიების რიცხვი იკლებს, ანუ ისეთი პრეტენზიების, როდესაც ნამდვილად მოხდა ან თუნდაც ხარისხის მომსახურების ხარისხის კუთხით გარკვეული ხარვეზები ბანკის მომსახურებაში. ექსპერტები ფინანსურ განათლებაზე პასუხისმგებლობას როგორც მომხმარებლებს, ასევე საბანკო სექტორს აკისრებენ. ბანკმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ ხელშეკრულების პირობები კარგად გააცნოს და რა თქმა უნდა მომხმარებელმა აუცილებლად კარგად უნდა წაიკითხოს, რას აწერს ხელს, მაგრამ ხშირად არის, რომ ხელშეკრულების კითხვას მომხმარებლები იწყებენ მას შემდეგ, რაც დადგებიან პრობლემის წინაშე. ერთის მხრივ ბანკი ორიენტირებულია, რომ რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღოს კონკრეტული ბიზნეს кейსიდან, კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე და ამავდროულად სოდავს თავად მომხმარებელი, არ ცდილობს ბოლომდე გაერკვეს. 2011 წლიდან მოქმედებს რეგულაცია, რომელიც კომერციულ ბანკებს ინფორმაციის აჯაროებასა და კლიენტების პრეტენზიების მიღებას ავალდებულებს. თუმცა მთავარი, რაც ნებისმიერ საფინანსო სექტორთან ურთიერთობისას უნდა იცოდეთ, ის არის, რომ ხელშეკრულება ხელის მოწერამდე დეტალურად წაიკითხოთ და საკრედიტო ოფიცერს განმარტებები